გამარჯობა, გიზიარებთ ჩვენი მიმდინარე განფასების მოდელს, რომელიც ორ პროდუქტს მოიცავს. პირველი პროდუქტი არის ჩვენი CRM, რომელიც ჩვენი მეთოდოლოგიით არის შექმნილი და მზა ფორმით უკვე დანერგილად, ასე ვთქვათ, ღებულობთ. დამატებითი კონფიგურაციები თუ იქნება საჭირო, შეგვიძლია ცალკე განვიხილოთ და მეორე არის custom CRM, სადაც ნოლიდან თქვენი საჭიროებების მიხედვით იქნება CRM სისტემა. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი CRM, რომელიც onboarding-ის ერთჯერად გადასახადს მოიცავს, ეს არის თქვენი ერთჯერადი ხარჯი. შემდგომ ლიცენზიებს რაც შეეხება, პირველი 5 ლიცენზია ჯდება 59 евро, ხოლო ყოველი შემდგომი ფასდაკლებით 40%-იანი ფასდაკლება გვაქვს ამ მომენტისათვის. გვაქვს 29 евро. ოღონდ თუ ახლა დავაკონტრაქტდებით, ეს 29 евро თქვენ სულ გექნებათ, მაგრამ თუ რაღაც პერიოდის შემდეგ დავაკონტრაქტდებით, შეიძლება ფასი შეცვლილი იყოს. Tech support-ს რაც შეეხება, სტანდარტული ტარიფი 1 საათიანი ტექნიკური მხარდაჭერის არის 59 евро, ხოლო თუ შეიძენთ ერთთვიან პაკეტს, ანუ subscriber-ი თუ გახდებით, 399 ევროთ გექნებათ რამდენი საათიც გინდათ. Tech support-ისგან განსხვავებით გვაქვს კიდე customization, რაც გულისხმობს იმას, რომ დამატებითი თქვენთვის შექმნილი ფუნქციონალი, რომელიც Tech support-ს არ მოიცავს, ასეთი რამ თუ დაგჭირდათ, ნებისმიერ პაკეტში შეგვიძლია რომ ცალკე განვიხილოთ. ძირითადი სხვაობა Grow-სა და Scale-ს შორის არის ის, რომ Scale-ში უფრო მეტი ხშირი განახლებები მოგივათ და შესაძლებლობა არის custom function-ების შექმნის, ანუ შიგნით უფრო რთული ავტომატიზაციების ან ლოგიკების ჩაშენება და ასევე Scale-ი მოიცავს ტელეფონიას, SMS და სხვადასხვა ტიპის ინტეგრაციებს. მოდით რომ დავითვალოთ მაგალითად 10 user-ის მაგალითზე რა შეიძლება რომ დაგიჟდეთ, ეს არის 59 × 5 პირველი 5 user-ი და ამას რო დავუმატოთ 29 × 5. ეს არის მეორე 5 user-ი და 10 user-ზე, ანუ 10 user-ის ლიცენზიაზე თვეში გადაიხდით 390 ევროს. შეგიძლიათ რომ subscription ყოველთვიური არ აიღოთ, ფაქტიურად ყოველთვიური გადასახადი 10 user-ზე მინიმალური რაც შეიძლება გქონდეთ, ეს არის ჩვენს შემთხვევაში 390 евро. ხოლო tech support-ი თუ დაგჭირდებათ, ჩვენ რა თქმა უნდა ხაზზე ვართ. ასევე იმას შეგახსენებთ, რომ ერთ user-ში შეიძლება რამოდენიმე თანამშრომელი შედიოდეს. ძირითადი პრინციპი კითხვაზე, მე user-ი მჭირდება თუ არ მჭირდება, არის ის არის, რომ თუ მინდა რომ ადამიანს ინდივიდუალურად ავბრიცხავდე, მის აქტივობებს ვაკონტროლებდე, მაშინ user-ი ჭირდება. მაგრამ თუ მე მენეჯმენტიდან მინდა რომ თქვათ 3 ადამიანი შედიოდეს უბრალოდ დაკვირვებისათვის, მაშინ შეიძლება რომ ერთი user-ი გამოიყენოთ 3-ვე ადამიანმა. სულ ეს იყო, თუ რამე კითხვები გექნებათ, მომწერეთ, ხოლო შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, ანუ რომ onboarding-ის პროცესი დავიწყოთ, საჭიროა რომ უბრალოდ საიდენტიფიკაციო კოდი მომწეროთ მეილზე. გისურვებთ წარმატებებს.